ქართულ ოცნებაში ადასტურებენ, რომ ისინი ძალისხმევას არ აკლებენ, რომ საბოლოოდ მეგობარი აქტი არ იქნას დამტკიცებული ამერიკის სენატში. დღეს ქართული ოცნების სახელით მედიასთან გამოჩნდა ლევან მახაშვილი, თუმცა მან არ დააკონკრეტა ამ ყველაფერს აკეთებენ თუ არა, მაგალითად ლობისტური ჯგუფების დახმარებით და როგორც თავად ამბობს, მეგობარი აქტი, რომელიც ქართველი ხალხის მხარდაჭერას და ქართული ოცნების სანქცირებას ითვალისწინებს, არის მტრული აქტი და ეს დოკუმენტი არ უნდა დამტკიცდეს, ასეთი მოწოდება აქვს ლევან მახაშვილს. ჩვენ ალექს რაუფოღლუსგან რამდენიმე დღის წინ გავიგეთ ის, რომ 3 სენატორი აფერხებს დროებით, ასე ვთქვათ, მეგობარი აქტის მიღებას. ესენი არიან რენდი პოლი, მაიკ ლი და მარკ მალენი, რომელსაც მიაწოდეს, როგორც აღმოჩნდა, ლობისტურმა ჯგუფებმა არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს ეს მთლიანად საქართველოს სანქცირებას ითვალისწინებს ეს დოკუმენტი. სწორედ ალექს რაუფოღლუ გვაწვდის ამის შესახებ ინფორმაციას, რომ ისინი არიან შეცდომაში შეყვანილი და მათ აქვთ ასეთი ინფორმაცია ლობისტური ჯგუფებისგან, რომ არა მხოლოდ ქართული ოცნების, არამედ მთლიანად ქვეყნის სანქცირებას ითვალისწინებს, რაც რა თქმა უნდა არის არასწორი. ის რომ ეს არის ერთგვარი პოლიტიკური მტრული აქტი, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან ეს იქნებოდა დამატებითი განცხადება, ასე ვთქვათ, მტრული განცხადება, ეს ერთი და მეორე, ეს ხელს შეუშლიდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზებას. სწორედ ამიტომ ამბობთ, რომ აი ამ ფაქტორების გათვალისწინებით სასურველია, რომ ამ აქტმა არ იხილოს დღის სინათლე და მიუცეთ დიპლომატიას თუ ახალ ადმინისტრაციას თუ სხვებს ვინც არიან პასუხისმგებლები ამ საქმეში, რომ მოხდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზება. მე არ მაქვს ეს ინფორმაცია დეტალურად თუ ვინმე რაიმე ტიპის ლობისტური საქმიანობის დახმარება, ლობისტური ორგანიზმი ქართულ ოცნებაზე მაქვს საუბარი, მე არ მაქვს ყოველ შემთხვევაში ეს ინფორმაცია, მაგრამ ზოგადად ჩვენი საელჩო რამდენადაც არის ეს შესაძლებელი, ჩართულია იმაში, რომ მოხდეს ყველას ინფორმირება ამ აქტთან დაკავშირებით, ამ აქტის შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით, მაგრამ რაც წეგან ვახსენე, უმთავრესია ამ აქტის როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების დამაზიანებელი დოკუმენტის მნიშვნელობა. მე არ მაქვს ინფორმაცია ლობისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით. ოპოზიცია კი ქართული ოცნების მცდელობებს, რომ მეგობარი აქტი არ იქნა საბოლოოდ დამტკიცებული, უპერსპექტივოს უწოდებს, ვინაიდან რეალურად ახლა მხოლოდ შეჩერებული არის ამ დოკუმენტის სწრაფი ავტომატურ რეჟიმში მიღება. ამას სჭირდებოდა 100-ვე სენატორის მხარდაჭერა და 3 კანონმდებელმა შეუშალა ამ ყველაფერს ხელი და შეაჩერა, ასე ვთქვათ, დროებით ამ დოკუმენტის განხილვა, როგორც არაერთი წყარო საუბრობს ვაშინგტონიდან ამის შესახებ, თუმცა წინ არის პროცედურული ნაწილი და ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ შემოდგომაზე მეგობარი საბოლოოდ დამტკიცდება. მეგობარი აქტი იყო ესეთ დაჩქარებულ წესში, თუმცა 3 სენატორის პოზიციის გამო კენჭისყრა მაინც ჩატარდება. უკვე გავიგეთ, რომ ამ 3 სენატორთან მუშაობს ქართული ოცნების ლობისტური კომპანიები. თუმცა აქედან შეგვიძლია გავაკეთოთ ორი დასკვნა. პირველი, ქართული ოცნება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მეგობარი აქტი არ იქნას მიღებული. და მეორე, რომ ამ ცდელობას ქართული ოცნების არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვნახეთ ამ 3 სენატორის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი შეცდომაში შეიყვანეს. სამწუხაროდ არაფერი არ არის გამორიცხული, რომ ლობისტური კომპანიები აქტიურად მუშაობდნენ იმაში, რომ მოხდეს კონკრეტული ადამიანების მიმართულად შეცდომაში შეყვანა, მაგრამ ამავე დროს ჩვენც და ჩვენი პარტნიორებიც და მათ შორის პირადადაც აქტიურად ვართ ჩართული, რომ თითოეული სენატორის, კონგრესმენის, ევროპარლამენტარის ინფორმირება მოხდეს ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის შესახებ. Შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ არსებობს ინტერესის ჯგუფები, რომელიც ლობირებენ ამ აქტის შინაარსების წინააღმდეგ საკუთარი სხვა ინტერესების გამო. მაგრამ ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური კავშირი ყველა კონგრესმენთან, ყველა სენატორთან, საქართველოს ყოფილი ელჩები, ქართული დიასპორა, საქართველოს დემოკრატიული ძალები, რა თქმა უნდა, ყველანი მუშაობთ იმისთვის, რომ მოხდეს ყველა სენატორის ადეკვატური ინფორმირება და ბუნებრივია, მე კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დაჩქარებული წესითაც კი შესაძლებელი გახდეს ყინულის დაცვა და მეგობარი აქტის კანონად გადაქცევა. როდესაც ხალხს არწმუნებენ, რომ მათთვის სანქციები არაფერს არ ნიშნავს, რომ სად არიან შეეწირონ ივანიშვილს და მის რეჟიმს, აღმოჩნდა, რომ ძალიანაც შიშობენ და მუშაობენ და ფულს იხდიან ლობისტების მეშვეობით იმაში, რომ შეაფერხონ პროცესი და არა შეაჩერონ. შესაბამისად, ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია ინფორმაცია
იმასთან დაკავშირებით თუ რა ფულია და ვისი ფულია ის რასაც ხარჯავს რეჟიმი იმისთვის რომ დაიცვას თავისი თავი მოსალოდნელი სანქციებისგან, რომელიც გარდაუულად მოხდება მეგობარი აქტი განსახილველად უკვე ამერიკის სენატშია და ის ითვალისწინებს ქართული ოცნების ყველა იმ პირის და წარმომადგენლის სანქცირებას, ვინც ჩართულია კორუფციაში და მოქმედებს საქართველოს მოსახლეობის და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის მათზეც გავრცელდება მეგობარი აქტი, ვინც ხელს უშლის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ პირებს დაუწესდება სავიზო და ფინანსური სანქციები და არა მხოლოდ ამ პირებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც. მეორე მხრივ კი ეს დოკუმენტი ითვალისწინებს ქართველი ხალხის ძალიან კაფიო მხარდაჭერას და იმ სიკეთეების მოპოვებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობაში. ქართულ ოცნებაში კი ერთგვარად სხვადასხვა პოზიციები არის. ნაწილი ამბობს, რომ მათთვის საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს, მიიღებს თუ არა ამერიკის სენატი ამ დოკუმენტს და მათთვის სანქციები არაფერს არ ნიშნავს. ნაწილი კი ძალისხმევას არაკლებს და ამაზე საჯაროდაც საუბრობენ, რომ ეს დოკუმენტი საბოლოოდ არ უნდა იქნას მიღებული ამერიკის სენატში, ვინაიდან კარგად ხვდებიან, რომ ეს დოკუმენტი იქნება ქართული ოცნების მმართველობის განაჩენი.